მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხსებოქს უნივერსუმ, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აგვისტოს ჰოროსკოპს თევზებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნველოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი. აგვისტო თქვენგან მოითხოვს დისციპლინას, შინაგან სიმყარეს, მეტ პასუხისმგებლობას და საკუთარი პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებას. ეს არის პერიოდი, როდესაც ცხოვრება თითქოს მოგთხოვთ დაიკავოთ მთავარი ადგილი თქვენსავე რეალობაში. თავად მართოთ პროცესები და არ მიანდოთ თვითდინებას მოვლენების განვითარება. ამ პერიოდში შინაგანად გაგიაქტიურდებათ კონტროლის, წესრიგის და სტრუქტურული მიდგომის მოთხოვნილება. მოგინდებათ, რომ ყველაფერი იყოს ზუსტად განსაზღვრული, დალაგებული და წინასწარ პროგნოზირებადი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, სადაც აქამდე ქაოსი, გაურკვევლობა ან სხვის ნებაზე დამოკიდებულებას გრძნობდით. ეს ენერგია საშუალებას მოგცემთ მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ საკუთარი საზღვრები, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებში, ზუსტად განსაზღვროთ, რას იღებთ გარედან და რას აღარ, რას ეუბნებით უარს, რომელ პასუხისმგებლობას იტოვებთ და რისგან თავისუფლდებით საბოლოოდ. და ეს არ იქნება სიმკაცრის ან ახირების გამოარჩეული პოზიცია. ასეთი დამოკიდებულება განპირობებული იქნება თქვენი შინაგანი საჭიროებით, რომ დაიბრუნოთ საკუთარი ავტორიტეტი და შეიქმნათ მყარი შინაგანი საყრდენი. აგვისტოს განმავლობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებები მიიღოთ არა ემოციური იმპულსით, არამედ გააზრებულად და უკვე არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. და რაც უფრო მეტად აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე, მით უფრო სტაბილურად და უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს ამ პერიოდში. შეეცადეთ არ დაკარგოთ ეს მნიშვნელოვანი დრო უკანდახევაში, თავის არიდებაში ან პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებაში, პირიქით მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, რომ თავად შექმნათ საკუთარი ცხოვრების გამართული სტრუქტურა, ძლიერი საყრდენი და სამომავლო მიმართულებაც. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი. ამ პერიოდში არ გექნებათ რომანტიკული განწყობები, უპირატესობას მიანიჭებთ განმარტოებას, მიდრეკილი იქნებით შინაგანი განსჯებისადმი, მოგინდებათ გაიაზროთ თქვენი პირადი ცხოვრების განვლილი გზა და შეაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა. შესაძლებელია ძალიან საინტერესო და მოულოდნელ დასკვნებამდეც მიხვიდეთ, თუმცა ეს მოგვიანებით იქნება და ამაზე ალბათ მომდევნო პროგნოზის დროს ვისაუბრეთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების პაჟი. ამ პერიოდში გამოიჩენთ მეტ სიფხიზლეს, დაკვირვებულობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას პარტნიორის მიმართ. ბარათების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია მიუთითებდეს ჩასაფრებაზე, თვალთვალზე, გადაჭარბებულ ეჭვიანობაზე, უნდობლობაზე. შესაძლებელია ხშირად გამოეკიდოთ წვრილმანებს და უმნიშვნელო საკითხებიც კი სერიოზულ პრობლემებად წარმოაჩინოთ. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი შინაგანი დაძაბულობა. ამ პერიოდში მაღალი იქნება კონფლიქტების და ნაჩქარევი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღების რისკი, ამიტომ მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ემოციური და მენტალური ბალანსი. ესაუბრეთ პარტნიორს ღიად,
ყველაფერი გაარკვიეთ გულახდილად, რომ მცირე გაუგებრობები არ გადაიზარდოს გარკვეულ ემოციურ ბარიერებში და შემთხვევით არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელია მომავალში სანანებელი გაგიხდეთ. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ხმლების მეფე, ამ პერიოდში იქნებით ემოციებისგან დისტანცირებული, შეცდებით გაერკვეთ, რა ასეძებთ ურთიერთობაში და რა აღარ არის თქვენთვის მისაღები. შეძლებთ კაფიოთ დააწესოთ თქვენი საზღვრები, ამ პერიოდში აღარ მოგინდებათ ბუნდოვან ურთიერთობებში შესვლა, ან კომპრომისებზე წასვლა იქ, სადაც ეს თქვენ შინაგან სიმშვიდეს შეეხება და დაარღვევს. შესაძლებელია გახდეთ უფრო პრინციპულები, გაგიზარდოთ მოთხოვნებიც, რაც სავსებით ნორმალურია, ბარათების ასეთი კომბინაცია გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში შეძლებთ საკუთარ თავთან შეათანხმოთ ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი და სწორედ ეს გონებრივი სიცხადე და შინაგანი წესრიგი შეგიქმნით სამომავლოდ იმ საფუძველს, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა იქნება ემოციურად უსაფრთხო, გულწრფელობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ერთგულებაზე დამყარებული. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ აგვისტოში საქმიანი სფერო, ხმლების 10-იანი, ამ პერიოდში თქვენ საქმიან სფეროში გარკვეული მძიმე, კრიზისული ან უშედეგო ეტაპი საბოლოოდ მიაღწევს თავის ლოგიკურ დასასრულს და ეს ფინალი თქვენთვის არ იქნება მოულოდნელი, რადგან სავარაუდოდ შინაგანად დიდი ხანია გრძნობდით ამ გარდაუვალ მოცემულობას. თუმცა ვფიქრობ, ბოლომდე მაინც არ გქონდათ გაცნობიერებული და გააზრებული, რამდენად რთულად და მტკივნეულად გასავლელი იქნებოდა ეს პერიოდი. აგვისტოს განმავლობაში კი რეალურად დადგებით ასეთი მოცემულობის წინაშე და გეტყვით, რომ ამ პერიოდში ამ ეტაპს საბოლოოდ გადაივლით, დახურავთ და მომდევნო პერიოდს შეხვდებით გათავისუფლებული, მეტი ენთუზიაზმით, ახალი ენერგიით გადახვალთ შემდეგ ეტაპზე. ძველი სტრუქტურა საბოლოოდ დაინგრევა, რომ გზა დაუთმოს სრულიად ახალ და ბევრად უფრო ჯანსაღ რეალობას. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების პაჟი. თქვენ განწყობილი იქნებით ახალი, სერიოზული, პრაგმატული და პერსპექტიული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ პერიოდში შესაძლებელია ახალ პროექტს მოგიდოთ ხელი, ან ახალი დავალება მიიღოთ სამსახურში, რომელიც გაგიტაცებთ და გულმოდგინეთ დაიწყებთ ამ საქმის შესწავლას. შესაძლებელია ახალი საინტერესო პროექტი თქვენ თვითონ მოიფიქროთ და თავადვე დაინიციროთ ხელმძღვანელობასთან. ასევე გამორიცხული არ არის ეს ბარათი გულისხმობდეს, რომ აგვისტოში გადაწყვიტოთ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, ან სრულიად ახალი პროფესიის დაუფლება და ამ მიზნით დაიწყოთ სწავლა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ სასიხარულო სიახლეები გელით საქმიან სფეროში, მთავარია იაქტიურეთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების 5-იანი, ეს ბარათი საკმაოდ აქტიურ პერიოდზე მიუთითებს. ამ პერიოდში შესაძლებელია ერთდროულად არაერთ ვაკანსიაზე გაგზავნოთ განაცხადი, მიიღოთ გასაუბრებებში მონაწილეობა და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების დამტკიცება მოგიწიოთ რამდენიმე კანდიდატთან პაექრობაში. ეს პროცესი სავარაუდოდ არ იქნება მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციამ თავდაჯერებულობა არ შეგირღიოთ. პირიქით, უფრო თამამად წარმოაჩინეთ საკუთარი შესაძლებლობები და არ შეგეშინდეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარების. შესაძლოა სწორედ ასეთმა გარემომ დაგანახოთ საკუთარი სუსტი მხარეები, რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ და როგორ უნდა წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიული ღირებულება და უნარები უფრო ეფექტურად.
ეს ბარათი ასევე მიანიშნებს, რომ ამ პერიოდში დასაქმების ძიებაში ერთი მიმართულებით ჩაჭიდება არ იქნება საუკეთესო სტრატეგია და რაც უფრო აქტიურად გამოიყენებთ სხვადასხვა შესაძლებლობას, კონტაქტს, გზებს, მით მეტი შანსი გექნებათ სასურველ შედეგამდე მისასვლელად. ამასთან ეს ბარათი არ მიუთითებს გარანტირებულ დასაქმებაზე, მაგრამ ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ამ პერიოდში შედეგის მისაღებად აუცილებელია აქტიური მოქმედება, მეტი ინიციატივა, კონკურენციისთვის მზადყოფნა, შეხედეთ ამ პროცესს როგორც გამოცდილებას და თქვენი აქტიურობა და შინაგანი ძალა დაგეხმარებათ პროფესიულად თავის დამკვიდრებაში. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი თქვენთვის ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შექმნათ გამართული სისტემა, დაამკვიდროთ მაღალი პროფესიული სტანდარტები და იზრუნოთ სანდო რეპუტაციის შექმნაზე. თქვენი ბიზნესის ზრდა აღარ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ კრეატიულ იდეებზე. საჭიროა პროცესების მოწესრიგება, მკაფიო სტრუქტურის შექმნა, გარკვეული წესების ჩამოყალიბება და საქმიანობის უფრო პროფესიულ ჩარჩოში მოქცევა. ამ პერიოდში შესაძლებელია წამოიწყოთ თანამშრომლობა გამოცდილ ადამიანთან, მენტორთან, კონსულტანტთან, ან ისეთ ორგანიზაციასთან, რომელსაც უკვე აქვს თავისი ისტორია, ავტორიტეტი და გარკვეული ჩამოყალიბებული, უკვე დამკვიდრებული სისტემა. ასევე შესაძლებელია გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, დადოთ ოფიციალური შეთანხმება, ან მოახდინოთ საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, ან სხვა ფორმალური პროცედურა გაიაროთ წარმატებით. და ამ ბარათის ენერგია მოგიწოდებთ აკეთოთ საქმე ისე, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ თქვენი პროდუქტი და მომსახურება მიიღონ, არამედ თქვენი პროფესიონალიზმი და სანდოობაც დაინახონ. სწორედ ამ გზით შეძლებთ შევქმნათ თქვენს ბიზნესს უფრო მყარი საფუძველი და გრძელვადიანი წარმატებაც მოიპოვოთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს აგვისტოში, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი, თქვენს ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურად გაივლით, თქვენ გაქვთ შინაგანი ცოდნა და შესაბამისი უნარჩვევები, კეთილგონივრულად მართოთ საკუთარი ბიუჯეტი. თუმცა გეტყვით, რომ ამ პერიოდში გაახმაურებთ თქვენს ფინანსურ გეგმებს, შემოსავლებს, დანაზოგებს, თავი შეიკავეთ და არ გაწიოთ გაუმართლებელი ხარჯები და ასევე უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ აიღოთ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები და არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების დედოფალი, ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, ინტუიციას, გამოავლინეთ სიყვარული და ზრუნვა. ამ პერიოდში ნებისმიერი საკითხი მოაგვარეთ დიპლომატიურად და ფსიქოლოგიური მოქნილობით, იზრუნეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, დასვენებაზე და შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაზე. დრო დაუთმეთ შემოქმედებას, სულიერ განვითარებას და იმ საქმიანობას, რომელიც შთაგონებით გავსებთ. სწორედ ასეთი ჰარმონიული და მზრუნველი დამოკიდებულება მოგიტანთ შინაგან სიმშვიდეს და წარმატებებს ამ პერიოდში. ასეთი იყო 2026 წლის აგვისტოს ტაროსკოპი თევზებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum,
გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.